ექიმი მოვიდა, გამარჯობათ ჯერ. ხო და ეს უნდა გაეყვანათ, მაგრამ ისა ქეიფობდა და სხვა დაგვასწრო. ახლა გაიყვანენ და ვნახოთ გაგუშვებენ თუ არა. ახავენ ჭიპლარს. ხოჭი მულამაზ. გადაგაგდო. გაიყვანეს ჩემი ჭრელა. რაიმე აბა რას გვეტყვიან და რას იტყვიან. რას იტყვიან? ეგ სახში წყალი არის, რაიმე გუშინ წყარა არის ხო, იმიტომ რომ გუშინ წყალი არ ყოფილიყო ხახმა. იმდენი ჭურჭელი დაირეცხა ჩვენთან, იმდენი ჭურჭელი რომ რა იყოს. თან ცხრიანი. ხო წარმოგიდგენი. მე გიმეუბნა და ჩემი ძალი რომ ესე იგი იმდენად ცხიმიანი იყო რომ ორჯერ და საბჯერ ავქაფავდით. აუღმერთონიდი გაგუშვებენ. ხოდა ხარ ვიცი რამე ხარ შემოიყვანე თორემ იაპონიაში შევიდოდი. რას იტყვიან? იმის მიხედვით გადავწყვეტ თუ რაღაც არ უცბად შევირბენ. აჰა. და დავიწყებ ალა დიდად ასალაგებელი არაფერი არ მაქვს იქ, არც ამომილაგებია არაფერი. ტანსაცმელს რა შეჩამომიტანს, ბავშვის ტანსაცმელი აქ მაქვს. არაფერი ისეთი რა ლაითად. სადიცხი. დავრეცხი. იცი რა მალე შრება. რავი როგორ, მაგრამ შრება. ვაი დედა. გავიდეთ, გამოვიდეთ და დაველოდოთ რას გვეტყვიან. მომიყვანეს ჩემი ბარტყი. ყველაფერი კარგია ხო, ყველაფერი ნორმაშია ხო, სუ კარგი გოჭი არისო. უბრალოდ ერთი ანალიზი, რომელიც მეცა, როგორ მითხრა? რამე ახალი ანალიზია თქო, ანუ მეტაბოლიზმის რაღაცა მითხრა რა მოკლედ და ანუ ადრეო 3 კეთდებოდა, ეხა 6 კეთდებაო და დაბადებიდან 60 რაღაცა საათშიო. ამიტომ ხვალე უწევს ამასო და მარა კაია რომ ფსიქოლოგიურად მომზადებული ყავი მისთვის რომ არ ვტოვებდნენ. განახებში ხო და ეხა გამოვიცვალოთ ტანსაცმელები ხო? ხო შემოწოვრება. გამოვიცალოთ? ჯერ დაურეკავ, ესე იგი არც ბიძინა წასულა სამსახურში, ისე მელოდებიან და ელოდებიან და ვუთხრა იმათაც რომ ტყუილანო მელოდები. აუ სახში მინდოდა. აუ გცემ რა. ეს რა ანალიზები დაამატეს კაცო. მეცა საიდან გუფთის წვენი. წვნიანია გუფთარი. აქ კიდე პურია. ეხლა ვირთხას გადავაგდებ და შევჭამ. კაი გემრიელად გრეცინა. რატო ისე შევკიულა? აი. როგორც ლაგატკით შემოაგდო, ისე შემოვიდა ეგთანი თუ ექიმი ეგთანი თუ რავი. ოღონდ გრამე საქმე რა ქონდა შეეშალა ადგილი. სხვაგანო შევარდნილიყო. მივეჩვიოთ ნელა მოძრაობას ხო შორი? პროსტად უხმაუროთ მოძრაობას. გემრიელად ზინავს ჩემს ცხოვრებას. ვაი. მესამე მანდ მოვიდა. ნუ აუცილებელი არ არის უცბად შევჭამ. მაქვს წეღანდელი დატოვილი, წეღანი იყო გუფთა, აუ ძაღკემრიელი იყო, იცით.
ძალიან და ეგრევე შევჭამე ცხელი ქაფქაფი. აი ესე იდღლარძებოდა და მე კიდევ ჭამდი. ხოდა მივეჩვევო. უბრალოდ და გავიხსენო როგორი ის არის როგორი სწრაფი კვებით ვიკვებებოდი ხოლმე უდესღაც. რო გაიღვიძებს ბიჭუკელა რადგან დღეს სახში ვართ გავხდი ჩაუბან ცოტათი გავაკრიალებ და ჩავაცმევ სხვებს თუდუარი გუშინ ბევრი იყო ეს მიირთმევთ თავს ვირთობ ძალიან საყვარელი ქალი არის ძალიან საყვარელი 77 წლის რა საყვარლები არიან წუწუნებდა ეხა კაი ხანია მარცხენა მხარეს აწევს და წუწუნებდა ეხა და გადმოაბრუნე მარჯვენა მხარეს და რას ცოცხლე კარი გაგრძელა და უბრუნდი პატარა გვერდები რაქას პატარა ეს იოანე ძახდა ხოლმე წუწუნას პატარა რო იყო კნკნდა ისე მივეჩვით ამ სიტყვას რომ ეს პატარა კნკნდა არის Добре гацine почему ангелус. Танта оли. Эмриელი თათარი უყოჩი. მოკლედ ძალიან არ დავისტრესეთ. არც მე და არც გაბრიელი. გადავწყვიტეთ დღევანდელი დღე გამოვიყენოთ დასვენებაში. მე მესვენებინება, მაგრამ მაინც წელი მტკივა ხალხო. ჩემს სახლში და ჩემს საწოლში მიბატაცნე. იმიტომ რომ ეს შუაშია გათხრეშილი, იქ არ ვაწვენ. იცოდებ. თუმცა მეგონია რომ უპატრონო ბავშვია. იქ როწევს. ხო და რა მაგრამ უძრაობს? ხან წინ გაიხრება, ხან უკან, ხან იქ და თავში დაწოლილი ბოლოში არის. ხო და შუაში ვაწვენ. და თუ შუაშია დაბრძანებული, მე ვეღარ ვეტევი. ხო და სადაც მომიხერხდება, იქით ვუწევი. ეს ვაჟბატონი არ შეწუხდეს. დედას კნკნდა. დაიმხო, რაც ეფარა შიქჩადურა. ვცდილობ ჯერ ესე უცბად ყოველ წამოტირებაზე არ მივიდე. ყოველ წამოტირებაზე ან არ ავიყვანო, ან არ ესე მოვარტყა. სხვათაშორის ამაზე აი ეს რითმულად რო არტყა, ხო იცი კურტუმზე ხელს. და რო სიამოვნებს და რო ჩერდება, რატო სიამოვნებს თურმე თვითი. რატო და როდესაც მუცელში არის, მასე რიტმულად შენი გული რო ცეებს, ან დედის გული, ამისთვის არის კომფორტი. და ეს ანუ ამ დარტყმებს ხო გრძნობს თან ხა ორგანიზმში რომ უფრო მაგრად და გულის იმას და ეს რიტმული ხელის მოტყვა კურტუმზე ემაშვებაო რა ქვია. ჩოულ გარემოში და ანუ სიწყნარეშია და სიმშვიდეში. ეხლა რო ხსნი ხოვდა რომ ვეუბნებ და ტირის მითქი რაღაცა ის აქვს რა შიშის გრძნობა აქვს იმიტომ მე წყალით შეუყადებს უყოლაფერი. და აი უმრავლეს შემთხვევაში აი რო ეხები რო ატიტებ აი ეშინია თავის და უნებურად ორგანიზმს ეშინი. ხო და არც მივდივარ ვანავიყვანო პირველივე იმ დამანჭვაზე არც ხელს არ ვატყავ ესე წელი მტკივა. როგორ მინდა აი კარგად გადავიწვი, მაგრამ ვიცი რომ გადავიწვი გავიბზარები ხალხო.
1-2 თვე და მე დავიწყებ ვარჯიშს. ცოტა გავიხსნები სახსრებში. მინდა მე ნეტა გადამეღო გაიცინა ეს ცალიყვით. ხო და აგე გაჩერდა. ანუ უნდა მიეჩვიოს ხანდახან თვით დამშვიდებას. მე ისე ვიზავრო თვითონვე დაიწყოს ხოლმე. თვითონვე ვამუშავე მაგმობელს. შარვალი მიშრება, გავგავრეცხე. საპნით გემრიელად. და მე ბაიას რო ვაბანავებ და დაიძინებს კარგად. აი მე ამ შარვალს ჩავიცვე მოკლედ ისე რა პიჟამებს. იმაში უფრო კომფორტულად. ანუ ხალათს აღარ ვიცი, ხალათის გარეშე კიდე ერთი ხო არ ვიტანტალი. არ მე კომფორტულობა ხალათით. კი არა და იმით. პერანგით. ხო და მაგას ჩავიცმევ და მეორე მაიკას. აი რომელ მაიკასაც შარვალი არ მოყვა თემუზე და უყარო დამბრუნეს ფული. ლაშას დეიდაც მოსულა სახში. არც ბიძინა წასულა სამსახურში. სრული შემადგენლობა არის რომ დამხვედროდნენ და მე რა კაცო და ბავშვს დახვედროდნენ. ხო და კი იმათაც გუშინე გეუთხარი რომ ახვალ ანზე მეთქი ანუ ჩემი აი მე როგორც საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად მოვამზადე ისე მოვამზადე ბავშვებიც რომ ძანგული არ დასწრებით იმიტომ რომ ჯერ ხო ორივენი და სამივენი მელოდებია ხო და ისა ნინო ხო სხვანაირად ბარბარე სხვა იოანე ხო რაღაცა და მოვამზადე მოკლედ რა და წეღარ ვუთხარი რომ მეთქი რაღაცა ანალიზი და ხვალ გამოვალ უეჭველი თქო და ნუ კაი ხო ბარბარემ შეუკვეთა ტორტი მე ნინოს დაურეკე რომ ტორტი შენ კონდეს მეთქი დღეს ვერ წაიღებს შენ მაცივაში უფრო გაქადგილი ვიდრე ახლა იქ ხორცებში ჩვენთან დავატოვინე ნინოსთან გაბრიელეს ტორტი ჩემი სიცოცხლე წეღარ მაკვდებოდი ჯერ ხო ერთი ბეწო სახი რა კი ტუჩები აქ დიდი მეთქი რომ გეუბნეოდით ხო იცი ეხოზე რომ შეხედავ ხო დიდი ტუჩია ხახნაი ჩემი ფრჩხილი რამხელა დაჭრილი მაქვს ჩემ ფრჩხილი დიდია ამის ტუჩებს მაგრამ რო იცით კალელი კუჩა კალებია ეს წეს მასობაში შემომეჭამა. ლაშა მაინც ჩამოვა რაღაცებს ჩამოგიტანა. მეთქი არ მინდა. სუხარი მაქვს. პური მაქვს. მაკარონი მაქვს ყველით. არ მაქვს რა და მეთქი ხვალე 11-მდე გავქაჩა. ჩაი მაქვს და მაქვს. ასე რომ ბრძანდებოდი რომ ვთქვი, ავე, მაშია სუხარი. ეს და აი სუხარის ჩიპსი მაქვს. რა შეიძლება არითი შეიძლება დასაქმდეს ადამიანი. თორემ მეძინა და ალაგატყა შემოკრულივით გაშრო შემოვა და გამეღვიძა. ესეც შეხვდა. მაინც გამეღვიძებოდა მე ეს შემოიტანეს საჭმელი და მე ის შემოვიდა რომ დაალაგა. აქაც აბანოც ტუალეტიც. ვცდილობდა სალაგებელი არ დაუტოვა არაფერი, მაგრამ მაინც თავის მოვალეობას ასრულებს. კომპიუტერი წამოიღო.
იმიტომ რომ ლუციფერს ვუყურებდი. და დროც გავიდოდა. აი მე წავედი რაღაც საქმის გამოვინახავ, არ ვიცი რა სამარა რა. ჩანთებს ამოყოდა ხლა ჩავალაგე. არა, პატარის ასაცმელს მოვამზადებ, როგორ არა მაქვს საქმე. ვარ ვაბანაო და ვაჭუპალაო. თლათ არის აუქნა, იმიტომ რომ ხარ ჩაკმერ ვაკონტროლებ ვერც ტემპერატურას და ვერც წყლისას და ვერც იმას, ამიტომ უბრალოდ ჩავბა და მეუსმოუსმევ. ხვალამდე გავაკაჩი. ვერც ამთლიანად არ შეიძლება ბანაობა აცლილი როა ხვალეც და ზეკრობა შემიძლია ბანაო. დავამზადებ, იცი რა უნდა ჩავაცვა. სხვა შორის პირველ ჯერზე ვაპირებდი მაგ დასაცმლის მიცემას, რომ ჩაეცმიათ. თლიანია. რომპერია. რა ისა. მაგრამ რავი არ მივეცი, შავი იყო, სუსუ შავი და თეთრი ძვლები რო ახატია. თლიანია, თან ასაყვანად დასაჭირად ადვილია ის არა იჩაჩი. არც ესაც შეჩება, იმიტომ რომ ბოდე აცვია. ხოლმე მაგას ჩავაცმევ. მე გენაცვალე სიცილში, უნდა ტელეფონი დაუდე, რომ სიცილი დაუფიქსირო. წარიყავი წამიერად. წავედი დროებით ხალხო. ხვალინდელი დღეც მალე მოვა, ამიტომ იყოთ პოზიტიურად. ერთულ გაწილვას გავაკეთებ, რომ იქნება სახსრებში გავიხსნა. თუ ეგევსადმე თუ აი აღმომაჩინეს ესე იგი ტელევიზორში თუ გაიგეთ, რომ ქალი ბოკელიაში გახმა. ანუ რავი, გაძეგლდა. აი ესეთ პოზაში არ დამირეკოთ ვეიქნები. არა მართლა რაღაცა ის უნდა გავაკეთო, რომ წელი გავიხსნას. კარგად რომ ვერ აწევა. აი მის ბრალია, რომ მოვკიდო ფეხშელი და გავისწორო აი. მე აგაგისები, ჩებულამაზ.